2025 გლობალურ მასშტაბზე არის 9 წლიანი ციკლის დასასრული. Ვითხარი ამ 2025-ში რა უნდა ჩავხუროთ? ციფრების ფსიქოლოგია. შორს ვიყავი მსგავსი თემებისგან და მეგონა რომ ეს არის რაღაცა ეზოთერიკული სწავლება. რა გავლენა აქვს ჩვენი დაბადების თარიღს ჩვენს ცხოვრებაზე? ყველა მისიაში, რაც არის სრული დაბადების თარიღის ჯამი, ჩადებულია ჩვენი დანიშნულება, აი რისთვის დავიბადეთ და რა უნდა ვაკეთოთ. ყველაზე ძალიან იტანჯებიან ერთიანები. დიდ სიამოვნებას 4-იანი იღებს მაშინ, როდესაც მიზანს აღწევს. 5-იანები არიან დაბადებული ლოგიკაში. სულ არის 9 პიროვნების ტიპი. რა გვინდა? არის ჩვენი დაბადების დღის ჯამი. თარიღში ჩადებული ციფრები არის ჩვენი კომპეტენციები. პიროვნებაში შეიცვალა რამე თუ პიროვნება იგივე დარჩი და ცხოვრება შეგეცვალა. რატომ მომეწონა ახლა ეს სიუცაი? რა ჩინური სიტყვა და ნიშნავს მუდმივ მოსწავლეს. ჩემი სწორი რეალიზაცია არის ცოდნის გადაცემა, როგორც მისია 4. წარმატების ფორმულარი ნაბიჯი უკან. წარმატებული ადამიანი არ ნიშნავს ბედნიერ ადამიანს, მაგრამ წარუმატებელი ადამიანი ვერასდროს ვერ იქნება ბედნიერი. თუ შენ გინდა კომფორტი და სტაბილურობა, იცოდე რომ მან ზრდა არ არის. რა რეკომენდაციას მისცემ მაყურებელს რითი დაიწყონ? ფასეულობა არის ჩვენი სიცოცხლე. თუ არ ვიქნებით ჩვენ, არაფერს არ აქვს აზრი.